თეოდორე სტუდიელი, ხუთშაბათსა მეხუთესა შვიდეულისასა, ვითარმედ ჯერ არ შჩვენდა, რათა ყოვლითა წადიერებითა და გულს მოდგინებითა ვიქმოდეთ ცხოვრებასა ჩვენსა. გვაკურთხენ მამაო, ძმანო და მამანო, ყოვლისავე საქმისა ჟამი არს მსგავსად წერილისა, ხოლო ჟამი ქმნად ცხოვრებისა ჩვენისა ყოვლადვე და მარადის. ხოლო ფრიად უმეტეს დღეთა ამათ შინა წმიდათა, რომელნი ესე მებრვე ამისთვის განჩინებულ არიან, რათა კაცად მან მოსწრაფებით შეინანოს შეცოდება ითვისი და აცხოვნოს სული თვისი, რომლისა იგი არ იარს უპატიოსნეს. ხოლო მარადის და ყოვლადვე თანაგვაც ქმნა იცხოვრებისა ჩვენისა, ვითარცა სწამებს მოციქული და იტყვის. მარადის გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცევდით, ყოველსა შინახ მადლობდეთ. რამე თუ ამით სამითა სათნოებითა შემოისაზღვრების ცხოვრება ჩვენი. რამე თუ მარადის სიხარული სიმართლისა მომპოვნებელი არს, გინა თუ მომპოვნებელი და მოუკლებლად ლოცვა არასცემს ადგილ ეშმაკსა ჩვენ და მომართ, ხოლო ყოველსა შინა მადლობა განცხადებული სასწაული არს ღვთისა მიმართ სიყვარულისა ჩვენისა. და ესრეთ რა ვცხონდებოდეთ, სათნო ვეყვნეთ უფალსა ორ კერძოითა მით განკრძალვითა. ნუ სულ მოკლე ვიქმნებით ყოვლადვე, ნუცა დავხსნებით უდებებითა, გინა მცონარებითა მსახურებასა შინა, ფსალმუნებათა შინა, ხელსაქმართა შინა, არამედ ყოვლითა სუგრძელებითა ყოველსავე იქმოდეთ, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი, ვითარცა განმგენი კეთილნი ფერად ისა მის მადლისა მისისანი. არა ხედავთ ამ მხედრად განწესებულთა, ვითარ წარვლენ მეფისა თანა ყოვლითა გულს მოდგინებითა. და რა ისათვის წარვლენ, ესე იგი არს წყობისა მიმართ და სიკვდილისა, გარნა ეგრეთცა საწუთოისა ამის დიდებისათვის, მსგავსად ზაფხულისა ყვავილთა წარმავალისა სიმდიდრისა, ყოვლისა მიმართ წადიერებით განეწყვებიან. ხოლო ჩვენ რომელნი სასუფეველისათვის ცათასა და ცხოვრებისა საუკუნოისა და სიხარულისა გამოუთქმელისა ვიწოდენით, მცონარ და დახსნილ ვიქმნეთა და არა ყოვლითა გულს მოდგინებითა და ახოვნებითა წარუდგინეთ ღმერთსა თავნითვისნი, ვითარც არა მხედართა კეთილთა. აღმოიკითხეთა წიგნი ესე, რომელი ხელთა მიპყრიეს და განიცადენით და გულისხმაყვენით მაშინა წერილნი წმინდათა მამათა სიმხნენი და ახოვნებანი. თუ რაოდენი იყო მათ შორის გულსმოდგინება, რაოდენი მდუღარება სულისა, რაოდენი მოღვაწება, რომლითა იგი ადიდნა ქრისტემა ღმერთმან ჩვენმან და მსგავსად ღვთაებისა თვისისა გამოაჩინა, რომელთა მიერ აღესრულნეს სასწაულნი საკვირველნი და ნიშნი. ხოლო გამობრწყინდეს მათ შორის არა ხოლო თუ პირველიდან კეთილნი და დაუცემელნი და უსწავლენნი გემოსა ცოდვისასა, არამედ ძლეულნიცა და ბოროტთა ცოდვათა შინა დაცემულნი, ვინაიდან წამალი კეთილი სინანულისა იხმიეს. ამიერიდან არცა ერთი მიზეზივის აქუს დახსნილებისა და მცონარებისა, გარნა თუ ვინმე იყოს სრულიად ულმობელ და უგულისხმო, რომლისა მიმართ იტყვის მოციქული ვითარმედ, განიღვიძე რომელსა ეგ გძინავს და აღსდე მკვდრეთით და განგანათლოს შენ ქრისტემან. ანუ თუ სიმდიდრესა სიტკბოებისა მისისასა შეურაცხყოფა და სახარებასა და სუგრძელებასა მისა უმეც არ ხარა. რამე თუ სიტკბოება ღვთისა სინანულად მოგიყვანებს შენ, ხოლო სიფიცხითა მაგით შენითა და უნანელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა, დღეს ამას რისხვისა და გამოჩინებისა
და მართლმსაჯულებისა ღვთისასა, რომელმან იგი მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ. იხილე შეურაცხის მყოფელო და შეძრწუნდი რისხვისა მისგან და აღსდე გძილისაგან ულმობელობისა. აჰაესერა წარვიდა ძმაიცა კანდიდოს და პირველ მისსა სხვა და შემდგომად მათსა სხვა შეუდგეს და არავინ დაადგრეს და ყოველნი წარვიდეს. არამედ ვაშა კეთილად ცხოვრებულთა და უბიწოებით წარსრულთა, რამე თუ ვაჭრობა მოივაჭრეს უკვდავი და შესაძინელი შეიძინეს საუკუნოი გულსმოდგინებითა და მოსწრაფებითა. არამედ ვინაიდან სავაჭროი ჯერეთ დგას და მოსყიდვა სასუფეველისა ცათასა წინა ძეს, მოვედით გევედრებით ძმანო და მამანო, ყოველთა განვიღვიძოთ, ყოველთა განვიფრთხოთ, ყოველთა მოვივაჭროთ საღმრთოი და უხრწნელი საშვებელი, რათა ყოველთა თანაწმიდათა მკვიდრ ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლის არს დიდება და სიმტკიცე, თანა მამით და სულით წმიდით ურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.